მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 62-ვე ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა და სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ განსაკუთრებული მატჩის ჩასაანალიზებლად. ხვიჩა კვარაცხელია და PSG ზედიზედ მეორედ უკვე გახდნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები და ამ კვირა დილით ფაქტობრივად ბექასთან, ირაკლისთან და რეზისთან ერთად ვარ. ბიჭებო, მოგესალმებით პირველ რიგში. სალამი. ჩვენს გამომწერებს. ვერ ვხედავ რა არსენალის გულშემატკივრებს ჩვენ შორის, დარწმუნებული ვარ ყველანი გახარებულები და ბედნიერები ხართ წუხანდელი ფაქტით ხო ეგრეა? ხო. აუ კი. და როგორც იქნა ხვიჩას ჩემპიონობა გამიხარდა. კი ბატონო. წინა დიდად არ გამხარები. ძალიან ბევრი რამე თქვა გახარებულ პირველ რიგში ხვიჩა მოიგო. მეორე რომ ანტიფეგურთვა ვერ მოიგო. მესამე რომ ფეგურთვა მოიგო. კი ბატონო. მოკლედ, მანამ სანამ უშუალოდ მატჩთან დაკავშირებით სასაუბრო თემებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და გვიყუროთ. მოკლედ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი მე მგონი არის საკლუბო ფეხბურთში ყველაზე დიდი მოვლენა და შესაბამისად ვერ გაუშვებდით იმ შანსს, რომ მაქსიმალურად მალე აგვეტვირთა ეს ვიდეო, იმიტომ რომ მე მგონი რომ ბევრია სასაუბრო. სეზონი დასრულდა, ეხლა უკვე ცივ გონებაზე შეგვიძლია შევაფასოთ რა მოხდა, როგორ მოხდა და ასე შემდეგ. რომელი დაიწყებთ? რეზი დაიწყო. თანსკინებით არის მომარაგებული მე მგონი. ხო, არ მე-6 წუთი იყო მთავარი თამაშის გამსაზღვრელი, ხო? ანუ სწრაფი გოლი გაიტანა არსენალმა. მე არ მგონი რომ არსენალი ასე აპირებდა თამაშს. ანუ ეგეთ დაბალ ბლოკში. და ეს სკრინიც არის სადაც ჩანს, რომ აი პირველ წუთებზე უფრო შუა ბლოკი იყო, ზემოთ ანუ 4-2-4 სქემა სულ ჰქონდათ, მაგრამ თავიდან უფრო ზემოთ იყვნენ აწეულები. ზუსტად მაგ ბლოკით აი შუა ბლოკში მოიპოვეს ბურთი და გაიტანა ჰავერცმა და ანუ ამის შემდეგ უკვე იყო არსენალის ავტობუსი PSG-ს პოზიციური შეტევის წინააღმდეგ, ოღონდ ეგ იყო, რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ავტობუსი რაც შეიძლება ნახოს ადამიანმა, იმიტომ რომ ისე ჩემი აზრით ეგ სულ ავტობუსი არ ყოფილა, უბრალოდ ანუ ეტაპებს შორის და ზონებს შორის თავდასხმა, ნახევარდასხმა იმდენად სწრაფად ფარავდნენ სივრცეებს. ეგ არ არის კლასიკური ავტობუსი, რაც ჩვენ დაგვინერგა თავის დროზე ჟოზემ ან სიმეონემ. ხო, ყველა დასვაში არ იდგა ეგრე. უბრალოდ ფიზიკურად აშკარად ეტყობოდა, რომ გუნდს ბევრად წინ იყო PSG-სთან შედარებით. და ამ სივრცეების ძალიან მალე ათვისებას ისე ასწრებდნენ, რომ უბრალოდ ბურთის გათამაშების, რაც მოკლე გათამაშების, რასაც ყველაზე ხშირად აკეთებს PSG, მაგის სივრცე ფაქტობრივად არ დარჩა და აი წრეზე ატრიალებდნენ ბურთს, ეძებდნენ იმ პატარა რიჭოს, რომ იქნებ სადმე გაეძებდნენ. სოციალური თავით ეგ რიჭო არ გამოჩნდა. ანუ რეალურად იყო რომ ხო აი რომ წამოვიდა და პარი სენ-ჟერმენი გადმოვიდა და ცენტრი იყო გადაკეტილი, მე კეთდებოდა პასი ფლანგზე და ეგრევე ვინგერი როგორც კი იღებდა, კვარა იქნებოდა თუ დუე თუ ჰაკემიც იყო, ეგრევე ორი კაცი იდგა, იმიტომ რომ ტროსარი და საკა ასწრებდნენ გადარბენას და პლუს რაისი და ლუის კელიც იქვე იყვნენ თუ რამე დამზღვევებად. მინიმუმ ორი კაცი. ხო, ანუ და შესაბამისად მე ვინგერსაც ამლა წასულიყო ორ კაცზე და არ არის ადვილი. ანუ კარაკეთებდა ის პასს და ისევ ტრიალებდა ბურთი წრეზე, ამიტომ ანუ იქ ხა ბევრმა მოიყონა მე სტატისტიკა, ხო, თამაშის მე რომ აი როგორ დომინირებდა. რეალურად 1 და 67 ეგ მგონი XG PSG-ს პენალტს არის ძალიან ბევრი დაწერილი, ანუ 1 XG მე მგონი თამაშია ვერც მოაგროვეს. თამაში 120 წუთი თუ რაც გაგზავნდა და ნუ 21 დარყვა კი არის, მაგრამ ბევრი დარყვა შორიდან იყო, რომელიც ნუ 10 და დიდი მანძილით კარებს და ეგ რეალური საფრთხე არ ყოფილა. ისე რეალურად პირველი გოლი მარკინიოსის შეცდომა მოიტანა და ის საინტერესოა მაგისთვის თუ იყო საერთოდ არსენალებს და იმიტომ ალბათ არ ეგონათ რომ ეგრე გაიტანენ გოლს ან კუთხური და ან სტანდარტიდან უფრო მომზადებულები იყვნენ. მე ვერ ვიტყვი რომ მარკინიოსის შეცდომა იყო. უბრალოდ ტროსარმა ითამაშა ძალიან კარგად. აი კალათბურთში ბლოკ შოტი რაც არის, აი ეგ გააკეთა რა. ძალიან კარგი პრესინგი ითამაშა ტროსარმა, თორე ნუ მარკინიოსი რა არ შვებოდა. ეს სხვადასხვა პრესინგის არ გამოძდიოდა ისე. უნდა გამოსულოდა. არ ის მოყამდა. შანსი არ ქონდა. როგორც სხვა გუნდებს ასე ვთქვათ, გუდავენ და აღჭობენ ეგრევე თავის მოედანზევე. აი საერთოდ პირველ ტაიმში ნასახი არ ყოფილა ამის, რომ ფაქტობრივად თავის პირველ ტაიმი იდეალურად ჩაატარა რა. არსენალმა იმ ფეხბურთით, რასაც თამაშობს თელი სეზონია და პრემიერ ლიგა რითიც მოიგეს. ანუ ბექა ჩემი აზრით იმის თქმას ცდილობდა, აი მზად თუ იყო მაგისთვის, ანუ
ფაქტია რომ ვერც გავიგეთ არსენალს რეალურად ჰქონდა თუ არა მთავარ მიზნად ის რომ სწრაფი გოლი გაეტანა, იმიტომ რომ ერთი ის რომ 6 წუთი საკმაოდ მოკლე პერიოდია რომ შეაფასო ეხა გუნდი რამდენად თამაშობს სწრაფ გოლზე, იმიტომ რომ სწრაფ გოლს მაინც ალბათ თვლით რაღაცა 15-18 წუთამდე, ხო? უბრალოდ თუ მატჩამდე მიკელ არტეტას კითხავდი რომ აი ყველაზე მაგარ ოცნებაში რა სცენარი წარმოგიდგენია, სავარაუდოდ ამას იტყოდა რომ მე-10 წუთამდე გოლი შემაგდებინა, ოღონდ ამ გოლისთვის რაღაცა სასწაულ შეტევაზე თავიდანვე არ წავალ და თუ ეს გოლი გამოვიდა, მე უკვე ნამდვილად მექნება ჩემი დაცვის იმედი, იმიტომ რომ პირველ ტაიმშიც და რა ვიცი, მთელი მატჩის განმავლობაში ფაქტობრივად არსენალის დაცვა ძალიან მაგრად გამოიყურებოდა და ვერ ვიტყვით რომ ეს რაღაცა შემთხვევითია რეალურად, იმიტომ რომ არსენალი აქამდე მოვიდა იმ ძალიან მაგარი დაცვის ხარჯზე. არსენალს ყავს მაგარი დაცვა სალიბა მაგალაეშის წყვილი ხო ლიდერები რა თქმა უნდა და ფლანგები პლუს დეკლან რაისი რომელსაც ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა ასე ვთქვათ ასევე შესაბამისად ლუის კელი რომელსაც ბოლო პერიოდში სუბიმენდი ამოაგდო და ეგ მარტივი საქმე არ არის ხო მით უმეტეს ახლა სკელი გავიცანით როგორც ფლანგის მარცხენა მცველი ხო და იქედან როდესაც ფეხბურთელი ისე ადაპტირდა რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სუბიმენდის სკამზე სვამს ეგ ძალიან დასაფასებელი ამბავია მაგრამ სათამაშო გეგმა რომ შეიძლება აერია არტეტას მსრაფი გოლით. ანუ შემადგენლობას რომ შევხედოთ არსან უფრო დაცვითი შემადგენლობით გამოვიდა თუ ინკაპია და არა კალაფიორი ვთქვათ, მოსკერა და არა ვთქვათ ტიმბერიან რომელიმე უფრო ფლანგის ცენტრალური კალაფიორისაც მე მგონი ტრავმა ჰქონდა, იმიტომ რომ ალბათ ითამაშებდა რაღაც პერიოდს მაინც. და პლუს კიდე აი ოდეგორი რომელიც უფრო უკეთესია პრესინგზე ვიდრე ეზე ვთქვათ და მე მგონი უფრო გათვლა ჰქონდა რომ აი თამაშის შემდგომ რო გახურდება თამაში და რაღაც უფრო მერე შემოყრიდა ამ ჩემტევ ხალხს ვთქვათ ეზეს დიოკერეში და ასე შემდეგ ხო? ის უნდა ვთქვათ რომ არსენალი თუ მოდიოდა შეტევაში ძალიან სახიფათოდ მოდიოდა ანუ 2-0 რო გაიხადა არსენალს ჩემი აზრით დაამთავრებდა იმიტომ ეს აი ხავერც როცა ჰქონდა მომენტი მიდიოდა განსაკუთრებით პირველი ტაიმის ბოლოს მარკინიოსმა რო დაუფარა საკას იქ ისეთ სამკუთხედი გაითამაშეს რომ უმარტივესად დარჩნენ ერთიებზე უბრალოდ იმას აიდან ჩამოასწრო და მოახერხა გადაკეთება ეგ იყო. ნუ ბათამ აშკარად ჩანდა რომ ანუ სწრაფი გოლი რომ გაუშვა პარი სენ-ჟერმენიც აღარ რისკავდა, ანუ ბევრ ხალხს ტოვებდა მაინც ბილდაპში, იმიტომ რომ ისინიც გრძნობდნენ რომ ვაი და 2-0 გახდეს, მე უკვე პრაქტიკულად გადაუწყვეტელი ამოცანარჩება, იმიტომ რომ ნუ ეგ არსენალს კიდევ მე თავდაჯერებას მისცემდა და ნუ ორი გოლი გაუტანო ეგეთ დაცვას რომელსაც ერთიც PSG-სთვისაც კარგად სად გამოჩნდა იცი რომ არსენალის ამ ძალიან კარგ დაცვით თამაშს PSG-მ უცებ ალღო ვერ აუღო გასაგებია რომ დემბელე დუე კვარაცხელია ძალიან ხშირად ცვლიან ფლანგებს და პოზიციებს ზოგადად ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ უბრალოდ გუშინეს კიდევ უფრო ხშირად ხდებოდა ანუ ერთ ეპიზოდში ხა მაინც როცა ხვიჩა თამაშობს ხვიჩას უყურებ ხო ცალი თვალი ყოველთვის იქეთკენ გაქვს აბა სად არის თუ იქიდან შეტევა მიდის აბა სად არის და ძალიან ხშირად ხდებოდა ერთ წამს ხვიჩა მარცხენა ფლანგზე იყო მე უცებ დემბელე აღმოჩნდებოდა ამ პოზიციაზე უბრალოდ რაც სავარაუდოდ ლუის ენრიკეს დავალება იყო ის რომ განსაკუთრებით შეტევებში მეტობას ქმნიდნენ მათი შეტევის მარჯვენა ფლანგზე სადაც ჰაკიმი თამაშობდა დუე დემბელეც ხშირად გაადიოდა ზოგადად არსენალის ერთ-ერთი სუსტი წერტილი თუ შეიძლება ვიპოვოთ დაცვაში არის ფლანგის დაცვა იმიტომ რომ ყავს რაღაცა ყველაზე სწრაფი მცველები არ ყავს რა ეგ იყო რომ უფრო ნუ ეს პოზიცია ქონდა არჩეული ნუ ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისე რომ ჰაკიმი იყო იქეთ და დემბელეცთან ცაცია და იქნებ შემოტეხოს და დაარტყას რაღაცა ეგეთი მომენტები მოხდა საკას გამო ალბათ ფურთის წამოღების პროცესში მონაწილეობდა ვიდრე შეტევაში ამიტომ იყო ყარა ხშირად მარტო იყო იქ 2-3 კაცზე ნუ ყარაზე ინელი მეორე ტაიმში უფრო გადმოიტანა პარი სენ-ჟერმენმა აქეთ თამაში მარცხნივ და აი მაგ გამოჩნდა კიდეც ნუ ერთი ის იყო რომ აი რაც მომენტები იყო რომ აი თუ ამოიტყვევდნენ საკას ან იყო მომენტი რომ სალიბას ამოიტყვევდნენ ზურგს უკან რჩებოდა ერთხელ როცა ფაბიან რუისი რო შევარდა ზუსტად მაქსიმცეში ერთ მომენტში აი ეგ იყო ერთი რაღაცა მიკრო შანსი მაგრამ თვითონ PSG-ც ვერ რისკავდა ესენც კარგად აზღვრებდნენ და ეგ კომბინაცია იყო ზუსტად ბაიენსითაც გაუტანეს გოლი აი ეგ იყო რომ აი მარცხენა ნახევარ ფლანგის ზონაში რომ აი ზურგს უკან თუ კიდებდნენ იქ რჩებოდა სივრცე მაგრამ ერთხელ გააკეთეს ეს პირველ ტაიმში და ფაბიან რუისმაც იქ მაინც დარტყმა მოინდომა თან ძალიან რთული გასატანი იყო ხო რატომ გადაწყვიტა დარტყმა არ ვიცი იმიტომ რომ ფაბიან რუის ახლა შეუძლია რომ მან რაღაცა ფურთი გაეჩერებინა შეეხედა აბა რა ხდება იმიტომ რომ დემბელი და დუე შემორბოდნენ ფლანგიდან ტრავმები უნდა ვახსენოთ აუცილებლად იმიტომ რომ რეალურად ყველა კოჭულობდა ხო აი PSG-ს ბოლოს ძალიან დაიწყო მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ გვითქვამს რომ PSG-ში და ჩემპიონატში რაღაცა ისვენებს და შედარებით მარტივია იქ ფონს გასვლა და აქეთ არსენალს საკლუბო ცხოვრება პრემიერ ლიგაში საკმაოდ რთული აქვს თითოეული მატჩი ძალიან რთულია მატჩის მიმდინარეობისას აშკარად PSG-ზე უფრო იმოქმედა ამან იმიტომ რომ ხა დარწმუნებული ვარ ლუის ენრიკე იმდენი არ ქონდა პარი სენ-ჟერმენს ცვლილებით ვერ აძლიერებდა რომ იქიდან გამოდიოდნენ
ეზე ზუბიმენდი ისეთ მათუეკე რომელიც ძალიან კარგად შემოვიდა ჩემპიონთა ლიგაზე ხო წელს ხო იყო რაღაც 88 გოლი. ნუ აი პირველ 8-ს ქვევით ყველგან სასტარტოში იქნებოდა რა. კი როგორ და პირველ 8-შიც მომენტ ვერ ვიცი, აგერ მე-11-ს გავიდა ფიზიკა და იქნებოდა თუ არა. იმას თანდაკავშირებით უნდა გკითხოთ აუცილებლად მოსკერას პენალტის ეპიზოდში და შემდეგვე გადავიდეთ ხვიჩას კონკრეტულად ხვიჩას თამაშს შევაფასოთ. ეგ მომენტი აი, იყო თუ არა ის ბარათი? ბარათი ხო, გასაგდები ხო არ იყო თქო. მე როგორც ნახე, მე პირველი ბარათი აიღო რაღაც დროის გაწევა. აუტი არ ჩააწოდა დროულად და იმით. ხო, ეს ეს პირველ ტაიმში რომ საჯმა დაუმთავრა კუთხურის ჩაწოდები. ხო, აი, ეგ ისეთი მომენტი იყო, რომ თან უნდა დაემთავრებინოს და თან თავში უნდა წამოერტყა საკასპოს რატო, იმიტომ რომ ანუ კუთხური არის შენი თავარი იარაღი, ხო? და იმ კუთხურის მერე დრო რეალურად იმდენად გასული იყო, არაფერი არ მოხდება და გაანძრიე მართლა ერთი ადგილი და წარ და კუთხური ჩააწოდე რა. საშუალო წუთი და რაღაცა რო ჭირდება კუთხურის მოწოდებაზე. ისე იდეალურად სტანდარტებიდან ანუ ჩვენ გვიქვით რომ ანუ პარი სენ-ჟერმენმა როგორ დაიწყო სტანდარტებისგან თავი არ დაუშვათ კუთხურები თავის ორი კუთხური. სამაგიტო იყო რომ დავიდ რაია საკუთარი საჯარიმოდან ლამაზად. კი, ყველა აუტებს აგდებდნენ ყველა 2016 წლის ჩრდილოეთ ირლანდია გამახსენდა ევროპის ჩემპიონატში. ერთ-ერთი აუტიდან შექმნეს ესე ხიფათი კარგად. იდეალურად გაუთიშეს თავარი კოზირი მოწინააღმდეგეებს რა. კი. პარი სენ-ჟერმენმა არ გადაუშვა ბურთი კუთხურზე და იმან არსენალმა აი ცოცხალი თავით იქ საჯარიმოში არ გაათამაშა ბურთი რომ პრესინგზე არ წამოსულიყვნენ. დემბელე მაგიტო იყო ვერ ხვდებოდა რა ეკეთებინა. თავი კოზირი პრესინგია და ვინდა ეპრესინგებია იქ სადღაც დარტყმული ბურთი. იმდენად კარგად კეტავდა PSG კი რა არსენალი PSG-ს ერთ-ერთ თავარი არის რაც არის უსმან დემბელეს მოედნის ცენტრში შემოსვლა სრულწლიანის პოზიციიდან და შემდეგ აქედან ფლანგებზე ბურთის განაწილება რომ მართლა ეგეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა დემბელე რომ აი თითქოს ჩაიკარგა რა და ზუსტად ამ ჩაკარგვაში ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან კარგმა თამაშმა სუბუქად რო ვთქვათ მოიტანა რეალურად 11 მეტრიანი რომელიც მესმის რომ ეხა თანამედროვე ფეხბურთში ცოცხალი კედლის გათამაშება რაღაცა გენიალური მას ვერ მივაწევთ თუმცა ისე ტექნიკურად და ლამაზად გაცდა მოსკერას იმ კედლის გათამაშების პროცესში რომ მე ყოველ შემთხვევაში ეგეცავდა რომ გუშინდელ თამაში PSG გოლს ვერ გაიტანდა ესე ღია თამაშიდან ძალიან გაუჭირდებოდა. ნუ რეალურად ჩაწოდებებზე იყვნენ გადასული, არც ცენტრ ფორვარდი ყავდა ამ ჩაწოდებებისთვის და ნუ რომ წყოლოდათ, ეხლა ის ცენტრ ფორვარდი მათ რას უზამდა იქ საჯარიმოში, რთული წარმოსადგენია რომ რამე მოერგებინა. დიდი ხანი ქონდა მაგ თამაშს ისეთი განწყობა და ემოცია, რომ თითქოს თამაში დამთავრებულია, ესენი უბრალოდ შეეცდებიან, მაგრამ რაღაც გასაღები არ ჩანს. თუმცა ის ზუსტად ის მოკლე კომბინაცია გაითამაშეს და ხო, ეგ თვითონ კომბინაციის დროს რა იყო საინტერესო ეპიზოდი იყო ისეთი რომ ანუ კუთხური იყო PSG-ს გამოიტანეს კუთხური და საკა გაიქცა წინ რომ რაღაც გადმოვარდნილ ბურთზე ეთამაშა და ამიტომ მე მგონი პირველად იყო შემთხვევა როცა კვარა დარჩა 1-1-ზე მოსკერასთან იმიტომ რომ საკა ზემოთ იყო და ავიც სკრინიც არის სადაც ჩანს რომ უკან ბრუნდება აგვიანებს და დემბელემაც იმოძრავა მაშინ რაის გაიქცა და ზუსტად დემბელესთან გაათამაშეს ის კედელი ანუ ეგ იყო აი რაც თქვით თამაშამდე რომ მაინც რაც არ უნდა იყოს რამდენი ხანი როცა მთელი თამაში დაბალ ბლოკში გახარ რაც არ უნდა იდეალურად იდგე სულ არის აი რაღაცა მიკრო შეცდომის რისკი შეცდომასაც ვერ დაარქმევ ერთ-ერთზე ვიღაცა გაგექცევა ხელზე მოგხვდება რაღაც ცუდი ასხლეტა იქნება და ასე შემდეგ რა ეგეც იყო მაგრამ არ დადეს მაგაზე პენალტი თანამედროვე ფეხბურთის ალბათ ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი რა ეს თამაში იმ ხრივ რომ თანამედროვე ფეხბურთი გახდა ცოტა უფრო მეტად აი რობოტულად ბევრი სირბილი, რობოტულად ზონების ფარვა, ну აი სასწაული ფიზიკური მონაცემები იყო ამ თამაშის სათამაშოდ საჭირო, სულ 22 კაცი ხო არის, ну მეკარეებიც ითვლება უკვე. ანუ დარბოდნენ წინ ზონა შევავსე, ჩემ ზონაში ჩავედი, დაიკარგა ბურთი, გამოვიქეცი ჩემ ზონაში, ჩავასწარი ყველას, ძალიან ბევრჯერ იყო რომ არსენალი კი აი ისე ზრდილობის მოვალეობის მოხდის მიზნით წავიდა წინ და კონტრი რომ მოდიოდა გახსოვთ ალბათ ეგ მომენტები რომ კადრში ჩანს რაღაცა სამი პარი სენ-ჟერმენის მოთამაშე მირბის შეტევაზე და რაღაც ბევრი წითელი გიჟივით მორბის რომ ზონაში ჩავა არსენალის სტანდარტებისგან უფრო PSG-ში მომენტები კონჩიტებებზე რომ მორბოდნენ ხო აი ეს მომენტები რომ გამორბიან გიჟივით დაცვაში ხო იცი აი ეგეთი მომენტი იყო რა ანუ გუშინდელ თამაში ინდივიდუალიზმისთვის აი საერთოდ სივრცე არ იყო არც სივრცე არც დრო არავის არ ეცალა მაგისთვის და მაგიტო ეხლა კვარაცხელიას დავიწყებ საუბარს და
მაგიტო ორმა გადახსანიშნავია ის, რომ თუნდაც პირველ ტაიმში როქნა რაღაცა ფინც რო აკეთებდა რაღაც აი ეგ რა იყო ის რაც გამეორეს როგორ გაბედო, აი როგორ უნდა გაბედო, აი რამდენად თავდაჯერებული ტიპი უნდა იყო, რომ ეგ დროს ეგეთი რაღაცა თან გაბედო. რაღაცა სტანდარტულ ფინც არ გავდა იქ, ხო, რაღაცა განსაკუთრებულს აკეთებდა. აი, რა იგივე ცდილობდა რას ლიონთან გააკეთა. ხო, ეს რა ქვია, რომ ყველას რო გონია რომ ებასაკრა მოხვდა. ხო და უბრალოდ მაგაში არის ახლა ხა ფინალია რა და შენი თავარია რაღაცა და რაშიც ხარ კარგი იმით უნდა დაუპირისპირო. ხო, მაგრამ მაინც ეგეთი მან არის ხო ის აი მიზანი ამართლებს საშუალებას თემა არის და არსენალმა რა ქნას არ ქონდა აქამდე მოგებული და მაგ თამაშით დადეს ხო შედეგი. და მან არავინ არ ფიქრობს ეხა შენს თვალს რომ მოეწონება ისეთ ფეხბურთს არავინ არ თამაშობს. მოსაგებად გამოვიდა. მოსაგებად გამოვიდა. ფეხბურთს თამაშს არ გამოსულა და შემტევი ფეხბურთს. არა რომ კარგი ფეხბურთს სათამაშოდ არ გამოსულა, იმიტომ ანტირეკორდი დააფიქსირეს, რომ 24.9% ქონდათ ფინალში ბურთის ფლობა. ხო, მაგრამ ანუ თუ ის თავი პრობლემა იყო. დაცოცხო ფეხბურთის ნაწილია. რა თქმა უნდა, ანუ არსენალს დაცოცხო ხელოვნება იყო ხარ ასე საკეთებდნენ. ეგ იყო არსენალისთვის თავარი პრობლემა. ორივე აი რაღაცა პარალელური სამყარო რო წარმოვიდგინოთ, სადაც იგივე თამაშია რა. ორი ვარიანტია. ან არსენალს ისეთი მაგარი დაცვა რო არ ყოლოდა და ესეთი სწრაფი გოლი რო არ გაეტანა. უფრო დიდი შანსი ჰქონდა მოგების. სწრაფი გოლი როცა გაიტანა და იცის რომ ესეთი დაცვა ყავს. ჩაჯდა უკან. ანუ სადღაც აი ცოტა მაინც ეჭვირო ეპარებოდეს რომ ვაიმე ეს დაცვა ერთ ბურთს გაუშვებს არსენალი თამაშობს ისე დაცვას და 60 წუთი მართლა უშეცდომ აი საერთოდ 1 გრამი შეცდო აი რავი როგორ თქვა რა მინი შეცდომაც არ დაუშვიათ ეგ შეძლეს რო არ ცოდნოდა არტეტას რომ ეგეთი დაცვის თამაში შეუძლია არსენალს უფრო დიდი შანსი ჰქონდა რომ მოეგო რა იმიტომ რომ საერთოდ დაივიწყა მე-6 წუთის მერე რაღაც პრესინგზე თამაში რომ შეძლოს ფინალს არ იქნებოდა ხო, როდესაც მაგრამ აი სადღაც თუნდაც ტრავმირებული რო ყოლოდა ვიღაცა რა და სადღაც ზონაში უყენია ისეთი მოთამაშე რომელზეც აი თავს ვერ უდებ რა რომ გაძლებს ეს გუნდი დაცვაში მაგიტო უფრო იყო ეგ თორე რო არ გასულიყო სწრაფი გოლი და პრესინგი ეთამაშე და სადღაც 25 წუთზე გაეტანა არსენალს გოლი რაც აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია მე მგონი იქიდან უფრო გაკაჩავდა არსენალი ამ დაბალ ბლოკს. ნახე, მე აბსოლუტურად მესმის, რომ ძალიან ბევრი ფეხბურთის გულშემატკივარს ფინალში უნდა განსაკუთრებული თამაში, ბევრი გოლის ხილვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თან ეს გრძნობა და დამოკიდებულება ფეხბურთის გულშემატკივრების არსენალის მიმართ კიდე გაორმაგებულად, ანუ ბევრი ჰეიტერი ყავს არსენალს, ხო, ძალიან ბევრს არ უყვარს არსენალი. როდესაც სასწორზე დევს, აი, ბექას არ უყვარს მაგალითად და ბევრ გულშემატკივარს დარწმუნებული ვარ. ეს არსენალი მეც არ უყვარს. და ნახე, როდესაც სასწორზე დევს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, მაშინ მართლა მიზანი ამართლებს საშუალებას რა, მაშინ იმ ფეხბურთით, რომელიც შენი ყველაზე სწორად გამოგდის, კარგად გამოგდის და შეგიძლია რომ PSG-ს მსგავს გუნდს წინააღმდეგობა გაუწიო, მაშინ კი ბატონო, შენ უნდა ითამაშო ეგეთი ფეხბურთი, ხო? რეალი ხო არა, ხო, ოლწოს იგებს ლიგას არ აქვს მოგებული არასდროსთან. აბა, ნახე, მან უბრალოდ ისიც ხომ მინდოდა, იცი, არსენალისგან არ ვართ დაჩვეული ეგეთ ფეხბურთს და იმიტომ ხდება, თორე მან რო ყოფილიყო, ანუ ნებისმიერმა იტალიურმა გუნდმა ეგეთ ფეხბურთი რო ითამაშოს, კაცი შველი ხმას არ მოიღებს დარწმუნებულად, იმიტომ რომ იტალიური გუნდებისგან მიჩვეული ვართ ეგეთ ფეხბურთს, ხო? თან ასეთ დაბალ ბლოკს იდეა სეზონში არ თამაშობს. თელი სეზონის განმავლობაში. უბრალოდ გუშინ განსაკუთრებული ის რაღაც ნუ გუშინ ძლიერი მეტოქეც ყავდათ და ხო ან ჩემი აზრით ანგარიშმა ბევრი რამე შეცვალა არსენალი ასე არ დადგებოდა 0-0 გაგრძელებულიყო. PSG-ს თამაშზე გაუხსნი რა, PSG-ს ფლანგელებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ რომ ამ მომენტისთვის ყველაზე საშიშები არიან მსოფლიოში ალბათ ბაიერნის ტრიოსთან ერთად, ვერ გაუხსნი და ვერ მისცემ იმის შესაძლებლობას რომ 5-4 და რაღაცები დამთავრდა ეს ბარიერი. რასაც მაგალითად ძალიან ცოტა ხნის წინ ინტერს დაემართა, ხო? იგივე შემადგენლობით ითამაშა PSG-მ ინტერის წინააღმდეგ, ერთ-ერთი დონარუმა არ არის და საფონოვი იყო გუშინ, აბსოლუტურად იგივე არტიკაცი იდგა, რაც იდგა მიუნხენის ფინალში, გულისხმობ ინტერის წინააღმდეგ, ნახეთ რა მოხდა ინტერის არა და ინტერიც ისეთი გუნდია, რომელსაც საკუთარი დაცვის იმედი შეიძლება კონდეს, ხო? იტალიური გუნდია, სიმონე ინძაგი ყავდათ, მშვენიერი დაცვა ყავთ და ნახეთ რა მოხდა. ამიტომ არსენალი ამას ცდილობს უბრალოდ აი მართლა ბეკამრად თქვა და საწყისში რომ ანტიფეხბურთმა წააგო, კი, უბრალოდ ეგ არის რომ ეს კაცი ეგრე თამაშობს ფეხბურთს რა. ნუ რაღაც შეიძლება ეს მრავალფეროვნება შეიძლება გაუკეთეს არის ფეხბურთის ხმას. ყველა თამაში 5-5 ხوره დამთავრდება რაღაც ეს გაკეთებას უნდა გუშინ. ეს სწრაფი გოლის მე იდეალური მაგალითი იყო ნახევარფინალის განმეორებით თამაში. ბაიერნი PSG და თუსაც სწრაფი გოლი გაიტანეს და აი მაშინ არ ჩადნენ რა დასვაში. სულ სხვანაირად თამაშობდნენ თავს
უკეთ იცავდნენ ამ მთელი მატჩის განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მომენტში ცდილობდნენ რომ მაინც შეტევაზე წამოსულიყო და ეგრე რო იცი რომ ის მაინც შეტევაზე გამოიქცევა მიუხედავად იმისა რომ თამაში ეძე აი რაღაც სიფრთხილე უკვე ავტომატურად მუშაობს და ამათ შემთხვევაში რაღაც მომენტში ეგ სიფრთხილე აღარ მუშაობდა იმიტომ რომ ბოლომდე უნდა შეეტიათ იცოდნენ რომ ესენი ნაცვლაში იყვნენ ჩამდგარი და ის ღრიჭო უნდა იყოვათ და საბედნიეროდ იპოვეს რაღაც ამარტივი კომბინაციით საბოლოოდ ეგრე გამოჩნდა მარტივი კომბინაციით გაზრო მაგრამ მაგას ძალიან დიდი გადაადგილებები ახდა თან რა თქმა უნდა რომელიც ესე თვალისთვის აღქმადი ძალიან მარტივადაც არ არის. ან ხო კონტრ თამაში ანუ არსენალს არ ქონდა იგი იყო რა ანუ არც ჯერთი იმდენად ღრმად იყვნენ ესენი ჩასულები ბევრი რომ იქიდან ვერც გაიქცეოდი უნდა გერმანია 80 მეტრი რა კარებამდე. ესეა თუ თამაშს ხსნი უნდა გასნა ბაიერნივით რომ ის რომ უეჭველი აი 85 გოლს გაუტარა რა. ხო მატჩი რომელიც რეალურად ითარგმნა და სავარაუდოდ მე-6 წუთის მერე წავიდა რაღაცა საჭადრაკო დაფაზე თითქოს ფაქტია რომ მან ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა უპირატესობა ანუ არტეტამ იმ ფეხბურთით რომელთაც გადაწყვიტა რომ დაპირისპირებოდა ლუის ენრიკეს ძალიან საშიშ გუნდს ფაქტია რომ ამან იმუშავა გასაგებია ჩაწერამდე ვამბობდი ზუსტად რომ თანამედროვე ფეხბურთში მით უმეტეს ვარის იმაში რა ეპოქაში ძალიან რთულია რომ 1-0-ზე დაცვაში ჩაჯდე და მთელი 90 წუთის განმავლობაში იმედი კონდეს იმისა რომ არც ერთი ფეხბურთელი შეცდომას არ დაუშვებს ხელზე არავის არ მოხვდება რაღაცა აფსაიდი არ გაეპარება და გოლი არ გავა თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც არსენალი უნდა შევაქოთ, იმიტომ რომ გუნდი არის აქამდე მოვიდა, მთელი სეზონის განმავლობაში გოლი არ წაუგია და გუშინ ითამაშა ის ფეხბურთი, რომელიც ძალუძს. მაშინ ეს ყოველნა არ არის გუშინ ფინალში, რომელიც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს. არის ხომ ხო? ეხლა აბსოლუტურად თანაბარი თამაში. ანუ როგორ რაღაც არის, არსენალის ეს მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ მე არ მომწონს, ძალიან დასაფასებელია. მოიგეს ამდენი ხნის მერე პრემიერ ლიგა, გავიდნენ ლიგის ფინალში და ლიგა წააგეს წაუგებლად. უბრალოდ, ნუ იპოვა ამ წვნობა გასაღები, რომ ეს ამ ფეხბურთით ჩვენ ვახცევთ შედეგს და ეგ არის. სადეძება ეგ გასაღები. აი თვითონ აშენებდა. ადვილად არა. თვითონ აშენებდა ამ იმას თვითონ აშენებდა, მაგრამ მთლიანად თავისი პროექტია, თავის დაკომპლექტებულია და ფეხბურთის ფილოსოფია რაც აქ იყო არსენალს, მთლიანად თავისია. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მომწონს და არასდროს არ ვიქნები მათი გულშემატკივარი. იქიდან გამომდინარეობს, რომ ძალიან ბევრ საკამათო სიტუაციაში რაც მათ კუთხურებს ეხება პირველ რიგში რომ ბევრი გოლი ჩემი აზრით ჯარიმიდან გაიტანეს. მომდექი პრემიერ ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე არ ასწავლენ მაგის პრემიერ ლიგაში. იმიტომ რომ ანუ ძალიან იმოქმედა მაგ ფაქტორმა მათ წარმატებაზეც, მაგრამ ის დასაფასებელია რა მოიგეს პრემიერ ლიგა. იმ სიტისთან იმ ბოლო პერიოდში გაუძლეს იმ წნეხს და მაინც გაატანინეს აი ის რაისი რომ საფერი არ დამთავრებულა უჯერ მართლაც არ ყოფილა დამთავრებული და შეძლეს მაგის გარდატეხვა. ну მაგრამ რა ვქნათ ლამაზი ფეხბურთის გულშემატკივარს ეს არასდროს არ მოეწონება. მან კიდე ერთი მომენტია რაც ბევრჯერ მაქვს ამ გადაცემაში ნათქვამი და კიდე ერთხელ არ დამეზარება და ვიტყვი. ამას როცა აკეთებს ინტერი, მილანი, იტალიური გუნდი არავის არ უკრის და არც ბრაზდება. მაგრამ როცა სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზად მოთამაშე გუნდი აკეთებს ამას ეს მათი არ არის. მაგრამ შენი მოსახედენა ეს უნდა თქვა აუცილებლად რა. აი მაგალითში პენალტის დასაწყნად რომ ვიდიოდა. ვენგერის კადრი აჩვენეს რა. და რა გამახსენდა იცი? ჯოკოვიჩ ფედერერზე ის ქალი რომ ამასაკეთებს. ეს ძალიან გავდა რა, რასაც ერთი გოლა უნდა და რასაც ერთი გოლი და. მე რა მინდა იცი? ჯერ უპირველეს ყოვლისა ჩვენ დავამწერეს სამბობ, ეგ არის შენი გადამოსახედა, რომელსაც არ განაღლებს არსენალი მოიგებს ტიტულს თუ არ მოიგებს, ხო? არა. ახლა არსენალის ფანს კითხე ხა მოიგო აგერ პრემიერ ლიგა და გახარებული იგი დღეს აღლუმზე გავა და იზეიმებს პრემიერ ლიგას რა. ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა მიდიოდა სახში ატირებული. დაიღალნენ იმ მეორე ადგილებით, ხო? ეგეც მეორე და მეოთხე. ეგეც გასაგებია მესმის, მაგრამ ნუ რა მე ბევრჯერ ვთქვი რომ გუნდს როცა აქვს რაღაც დნმ-ი ეგ საერთოდ შეიცვალა ვენგერის ასვლის მერე ემერი იყო რომელიც ნამდვილად არ არის მაგ ხო მაგრამ ეგ დნმ ყალიბდებოდა რამდენი წელი და ეხლა ხო მაგრამ ნახე ეგ ფაქტია რომ ამ დნმ-ის შვილებამ ამ გუნდს გაუმართლა იმ ფეხბურთს რომელთანაც ასოცირდება ეს დნმ ამ დნმ-ის არცვლებამ დაღუპა ის ფეხბურთი სამჯერ ვერ გავიდა სოფლიო ჩემპიონატზე და
ნუ არც პერსპექტივა ჩანს რომ რომელიმე კლუბი რაღაც სერიოზულს მიაღწევს, ხო? არსენალი ხო ძირითადად ახალგაზრდებზე იყო დამოკიდებული და მაგათი ფილოსოფია რომ ეს ფეხბურთი იყო აკადემიიდან წამოსული ფეხბურთელების პატარების რომელიც სწრაფად თამაშობდნენ ლამაზ შემტევ ფეხბურთს. ეს თითქოს ერთპლიანად ჩაიხსნა. არტეტამ გადაწყვიტა რომ ჩვენ გვჭირდება ტრანსფერები და კონკრეტული ადამიანები ამისთვის და არ უნდა ვიყოთ რაღაცა მომავლის აღმოჩენაზე დამოკიდებული ჩვენ გვინდა ეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული სათამაშო გეგმა და დაიწყო 4 პირველი თამაში მისი დებიუტი არსენალში იყო 5 თამაშს წაგო ზედიზედ პრემიერ ლიგაში მაგრამ მაინც მისცეს მაგის საშუალება მოუყანეს ეს ფეხბურთელები და ვერ ვიტყვი რომ ვერ გაამართლაო ანუ მაგაზე ნუ დღესდღეობით ანუ მე როგორც ნეიტრალურ გულშემატკივარს აი ის მენატრება და ის რომ იმას ვეღარ ვხედავ რა ახლა მე რომ ვკითხო პარალელურად რომ გადიოდეს ბაიერნის თამაში ან არის ბარსელონას იმას ჩავთავ ხო ახლა არსენალს არ ჩავთავ მაგრამ ნუ ამბობ რაღაც თავისი საირჩიები რა რაღაცას აკეთებს რა სხვადასხვა ქვეყნის ფილოსოფიების თუ რაღაცების დაპირისპირებაც არის წნელების ან ყველა რო უტევს ეგ ეზოს ფეხბურთია და ეზოში თამაშობენ ყველა უტევს იქითაც და აქეთაც გავიგე რომ შენ ბაიერნი პესეჟს ნაირი ფინალი გინდოდა არის რაც იყო მაგრამ ამას ისეთიც უნდა შარშან რო იყო კარგი აი ისე გინდოდა ბევრი გოლი ხო ნახე შარშან გადაცემის შუაში ჩვენს გამომწერებს კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო რომ დაალაიქონ ეს ვიდეო ვისაც გამოწერილი არ ყავართ მეგობრებო სადღაც დაბლა არის subscribe გამოწერის ღილაკი და იმასაც რომ დააჭიროთ ძალიან გთხოვთ მაგრად დაგვეხმარებით მოკლედ ამ სულ რაღაცა 2 წამიანი ქმედებით რომელსაც განახორციელებთ YouTube-ზე. ეს მადლობების ჩამონათვალი დაგვაუწყო. სახელოსნოში რომ დაუბრუნდით ეგ არ გვითხოვს ხო იმიტომ რომ ორი ეპიზოდი იყო რომელიც სხვა ლოკაციაზე ჩავწერეთ. ჩვენ ძალიან მომთაბარე პოდკასტად ჩამოყალიბდით და ეხლა კიდე გუშინ მედარეზი სადაც ვიყავით ბულდროპში და სადაც ვაპირებთ და ვიდეოც რო გადავიღეთ და ამ წუთას რო ბექას ჩაუყარეთ ეს მასალები ეგეც სათქმელია თუ გამოგვივიდა კარგი ვლოგი მაგასაც დაუნერგავთ და ლუის რო კიდე მადლობა უნდა უთხრათ ეგეც უნდა ვთქვათ და კიდე ჰაბსჯის უნდა უთხრათ მადლობა უცებულად ჰაბსჯი არის ჩვენი პარტნიორი კომპანია ყველანაირი ინფორმაცია ამ პროექტის და კომპანიის შესახებ არის აღწერაში მარტივად რო გითხრათ e-commerce პლატფორმაა რომელსაც შეგიძლიათ ნებისმიერი სახის საფეხბურთო მაისური არა მხოლოდ მაისურები სპორტულები ბურთები ბუცები შეიძინოთ ამ მომენტისთვის მაღაზია არის მხოლოდ ონლაინ სივრცეში e-commerce პლატფორმაა თუმცა როგორც გვეუბნებიან აპირებენ რომ ფიზიკური მაღაზიაც გქონდეთ და მოკლედ ეწვიეთ თუ ვერ ეწვიეთ ასე ვთქვათ ჩვენს გათამაშებაში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და მოიგოთ ქართული კლუბების მაისურები ჩვენი ერთ-ერთი მიზანია რომ ქართული კლუბები გავაპოპულარულოთ ასე ვთქვათ და წინა ვლოგში რომელიც გუშინ წინ დაიდო იბერიასა და ბათუმის დინამოს მატჩი იმ ვლოგის კომენტარებში ერთ-ერთ შემდეგ გადაცემაში გავათამაშებთ დინამო ბათუმის მაისურს მოკლედ გადადით ნებისმიერ სახის კომენტარი დაწერეთ და შეგიძლიათ რომ მოიგოთ დინამო ბათუმის მაისური. კარგი, ეხლა რაც ასაუბრო დაგვრჩა ბიჭებო, აუცილებლად არის კონკრეტულად ხუჩა კვარაცხელიას ჭილში რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ განსაკუთრებული სეზონი გამოუვიდა ხუჩას და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეგეთი სეზონები მრავლად ექნება კარიერაში, ყოველ შემთხვევაში ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს ამისთვის საფუძველი. ძალიან ბევრჯერ გვითხოვს რომ სოფლიო ჩემპიონატის სეზონია და ბუნებრივია სოფლიო ჩემპიონატზე კონკრეტული ფეხბურთელის პერფორმანს მიექცევა დიდი ყურადღება. მაგრამ კითხულობდით ჩაწერამდე რომ ალესანდრო დელ პიერომ გააკეთა კომენტარი, იქ ერთ-ერთი ჟურნალისტის კომენტარიც იყო რომ ოქროს ბურთი იმდენად სუბიექტური რაღაცა არის რომ თქვენ ნახევარში როცა სოფლიო ჩემპიონატი იქნება ბუმში, ყველას დაავიწყდება რაღაცა ყურადღება ნაკლებად მიექცევა ხუჩას ამ ფენომენალურ სეზონს და ოქროს ბურთის კანდიდატებში არ იქნება ვთქვათ პირველი. მოდი ესე შევხედოთ. სოფლიო ჩემპიონატთან სოფლიო ჩემპიონატს ის აქვს კიდე რომ ყველა უყურებს. ხო. ბებიები. ყველა ქვეყანაში ყველა იწყებს ვისაც ვის თელ სეზონში არაფერი არ უნდა ხავს, ისიც უყურებს სოფლიო ჩემპიონატს და უბრალოდ ეხა იცი რა მინდა ვიკითხო პირველ რიგში თქვენი გადმოსახედიდან ძალიან სუბიექტურად თქვენ რო აძლევდეთ ხმას. მესმის რომ რა თქმა უნდა ხუჩა ყავს, მაგრამ ძალიან ლოგიკურად რო შევაფასოთ. ამ მომენტისთვის როცა ვნახეთ რომ ხუჩამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, უკვე შეგვიძლია ჩამოთვალოთ რომელ ფეხბურთელს რა ტიტული აქვს მოგებული, რა მიღწევა აქვს. ამ მომენტისთვის რომელ ადგილზე აყენებთ ხუჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში. და თუ ვთქვათ პირველზე არა ან მეორეზე, მასზე წინ ვის აყენებთ? ეს სან ერთი ეხლა გადაცემის დაწყებამდე საუბრობდით და ერთი რაღაც არ დამიზუსტებია და არ გადამიმოწმებია. ეს არის ის რომ აი მაგალითად
რამოდენიმე გამოცემა ასისტად თulis ვინც 11 მეტრიანი მოიპოვა. ეგ არის ფენტეზის ასისტი. ფენტეზის ასისტია ეს და არა მარტო რა ბევრ მე მგონი არის ხო? არის ხო ეგ არის ფენტეზის. ფენტეზიში ითვლება ეგ. ფენტეზის ასისტი არის ეგ. კაი ფენტეზით რო გავყვეთ ფენტეზის ჭრილში. რაც წრილს არ უნდა გავყვე. ხუჩა დღეს ტოპ 3 კანდიდატში არის. ვინც ამ წუთისთვის ვინც ოქროს ბურთი უნდა მოიგოს. ჩემი გადმოსახედია. ხო, თქვენი აზრი მაინტერესებს და მაყურებლის აზრი მაინტერესებს. მე ვერ ვიტყვი რომ გარანტირებულად მოიგებს ან რაღაც პროგნოზ მაგაზე ვერ გავაკეთებ, მაგრამ იმსახურებს იმ პერფორმანსით, რა პერფორმანსით მან დადო, იყოს იმ ტოპ 3 ვარიანტში, რომ ვინც მიიღებს ოქროს ბურთს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველია, სხვების პერფორმანსს არ უნდა დავიწყოთ, არის ჰარი კეინი სასაუბრო სეზონი ქონდა, ყველგან შეძლო გოლის გატანა, ახლა სუპერთაზე ჰეტ-ტრიკი გააკეთა, ბუნდესლიგაში ძალიან ცოტა დააგდარო 5 გოლი დააგდარო ის ლევანდოვსკის რეკორდი დაემეორებინა. ლიგაზეც ბევრი აქვს. 14 აქვს ლიგაზე. ხო, 14 გოლი აქვს ლიგაზე. მოკლედ ჰარი კეინი არის სულ ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც რა თქმა უნდა ცალკე დამოუკიდებლად ისიც იმსახურებს ოქროს ბურთს. მაგრამ სამწუხაროდ მის დასამწუხაროდ უფრო სწორი იქნება, რომ ეს რაღაც დიდ წარმატებაში ვერ აისახა. მაგრამ შეიძლება ისახოს მსოფლიო ჩემპიონატზე. აქედან გამომდინარე, რაც უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება თავისუფლად მოხდეს, რომ მისცენ ქუჩას ოქროს ბურთი, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ ეს არის ინდივიდების, კონკრეტული ინდივიდების გადაწყვეტილება, ჟურნალისტების, რომლებიც აძლევენ ხმას. და მათი გემოვნებაზე არის უფრო მეტად დამოკიდებული, ვიდრე რაღაც ვარიანტში ვიღაცების სპორტულ წარმატებაზეც რა. ცუდი მაგალითი უნდა მოვიყვანო ეხლა. ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იქნება. ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ხო იქნება უეჭველი. აი მაგალითად გავიგეთ რომ ლეო მესის ჰქონდა 6 გოლი ხო გაიტანა სოფლიო ჩემპიონატზე, სოფლიო ჩემპიონი. 7. სამი გოლი ჰქონდა გატანილი იმაში, ლიგა 1-ში. ხო. მაგრამ იმ 7-დანაც რამდენი 11 მეტრიანი იყო იქ გამახსენეთ. ხო, მაგრამ ლეო მესია, ლეო მესი იცის ყველა. მე იმას არ ვამბობ, რომ იმას არ ვამბობ, რომ ოქროს ბურთი არ ეკუთვნოდა. მე ვიტყვი შემიძლია არ ეკუთვნოდა. მე არ ვთვლი რომ სოფლიოს გამო უნდა აძლევდნენ. ხო, ან 7 თამაშიანი ტურნირი. ეს არ ვთვლი რომ მაგის გამო უნდა აძლევდნენ, იმიტომ რომ აქეთ აბსოლუტური ნული იყო. ასე რომ ეგ არის ძალიან არაპროგნოზირებადი, იქიდან გამომდინარე თუ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არიან ტიპები, რომ რაღაც ქვეყნებში, რომ იციან ერთი ფეხბურთელი და იციან რომ მაგას უნდა მიცენ ხმა რა. იმიტომ სხვა არ აქვს იმდენი ინფორმაცია სხვა ფეხბურთელებზე და მათ სტატისტიკაზე თუ როგორ თამაშობენ. და ხვიცას ფეხბურთი არ არის სტატისტიკა, ეგაა მისთვის ისე მნიშვნელობა მოედანზე. უარყოფითი მხარე, იმიტომ რომ ეგ არის ხვიჩა აკეთებს თამაშს. ხვიჩა არის გადამწყვეტი X ფაქტორია, როგორც ნახეთ, ბაიერნთან რო თამაში დააბრუნა, ჩელსისთან შემოვიდა დუბლი და ასისტი გააკეთა. ანუ და მოედანზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც უნივერსალური ფეხბურთელია, რომელიც დაცვის საქმესაც აკეთებს და შეტევისაც. ეგ ხშირად არ აისახება, იმიტომ რომ ვიღაცა შეხედავს, რომ ამან 50-60 გოლი გაიტანა რა. ბაპეს და კეინს. ასე რომ ეგ არის ურთულესი პროგნოზი ფეხბურთის წრილში, რა თქმა უნდა ეკუთვნის. მაგრამ აი სუბიექტურ წრილში ეგ როგორ გადაწყდება ეგ. შენ ტოპ 3-ში ბეკას ბოლო სიტყვა მოვისმინოთ. შენ ტოპ 3-ში კეინთან და ხვიჩასთან ერთად ვინ არის? კიდევ. ის მესამე. ალბათ ბაპე რა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური აქცია სამეფო გუნდი. ხო, ინდივიდუალური სეზონი ძალიან მაგარი ქონდა. კარგი, ბიჭებო. მეც ვიტყვი ერთ რაღაცას რა, ანუ ხო ამ გადაცემის ფარგლებში დაახლოებით 3 გადაცემა გამოგვივიდა, მე მგონი ოქროს ბურთზე რო ვლაპარაკობდით და ცოტა ობიექტურობა როგორც კი ჩავრთეთ, მესის რამდენი ოქროს ბურთი წავართვით და კრიშტიანოს რამდენი ოქროს ბურთი წავართვით და გადავეცით სხვას და ცოტა ისეთია რა. აი რაღაცა კაი პირდაპირ ვიყო ცოტა დებილობა ეს ოქროს ბურთი რა. ანუ არ არსებობს კრიტერიუმი რის მიხედვით ფასდება მოთამაშე, არ არსებობს, მაგრამ
ფეხბურთის უდიდესი ყველაზე დიდი ინდივიდუალური ჯილდოა. ანუ ჯერ მარტო როგორ მაგრად გამოიყურება სხვა რა. მაგრად გამოიყურება რასიაში წერები. რის მიხედვით ვაფასე? არა, დიდი ამიტომაც არის იკა სუბიექტური. ანუ შენ ერთი კონკრეტული ქვეყნის ჟურნალისტი ხარ და ხარ გუნდის ნაკრების კაპიტანი, ხო? ხო, ეს ადამიანები კი, ზუსტად აი ლევანდოვსკის ხომ უნდა მოიგო, მაგრამ მესი უფრო მეტმა ადამიანმა იცოდა რა. ხო და მაგიტო ეხლა ვიღაცა კამბოჯაში ზის და აზზე არ არის. ეგრეა რასიზამ. ანუ ნახე, თუ მე ტელევიზორი რო არა აქტივის და ის ტიპი რო ხმას აძლევს ვიღაცას. მაგრამ ანუ მაგას ახლა ანუ ეგ არის ხა ბუზღუნა კაცების წის გამოდის ასუზამ ანუ შე ვერ შეცვლი ეგრე აძლევენ და ხო და რაღაცა შევცვალოთ ვერ. შენ თუ გინდა რომ ახლა მაიკლ კოქსმა და მომიცეს მარტო ხმა ეგ რავი ეგ მიცემს ეგ არას მიცემდა ხმას. მაგ ლოგიკით ჩვენს გვეკუთვნის 1-2 ხმის დაფიქსირება ხალხი ვზივართ ანალიტიკას ვაკეთებთ და ვსხედავთ და კამბოჯაში როგორც ამბობს სადაც ვიღაცა შეიძლება ტელევიზორი არ ქონდეს უბრალოდ ეგეთი თემა ანუ არის სუბიექტური და ყველა მიცის რომ სუბიექტურია რა ჩვენ ოთხსაც სხვადასხვა კრიტერიუმი გვექნება თუ როგორ უნდა მიცეთ ხო აბარა და მაგით ვასახელებ მეორე საკითხი მაგრამ ჩვენ ვასახელებ ჩვენი კრიტერიუმებიდან ნახე თუ მე მინდა უბრალოდ გამაგებინეთ ეხა ქართულობა ძალიან ჩაერთვა ამ საკითხს კი რა თქმა უნდა კაცო არა წინა ოქროს ბურთზე რო ლაპარაკობთ მაშინ არ იყავი ჩვენ გუჩი და სავარაუდოდ ეგ გადაცემები იქაც იგივე ვთქვი აი ის არისიყო აი ეგეთი არ იყო ხო არა მე იქ სნაიდერი მტკივა და რაღაცეები სნაიდერი მე ვთქვი არ იყო ოქროს ბურთზე აუ ძალიან შევწავით ეხა მე ანუ აი ბიჭო ხო შეიძლება რომ ზედიზედ 2 წელი ვთქვათ რომ აი ბევრი გოლია გაიტანა და მაგიტო. ვერ იქნება ახლა გრიგორი. ბევრი გოლი ის ვერ გაიტანს, როდრიგოს. ეს რამდენი ბაპე გაიტანს. ნაუდეგოდ ისიც მოქმედებს, რომ 5 გოლი აქვს 4 გატანილი ლიგა 1-ში. ოკეი, არ მაქვს პრობლემა. უბრალოდ ვთქვათ რა, აი რაღაცაზე შევთანხმდეთ მთელი მსოფლიო. რაღაც კრიტერიუმები ხო არსებობს ამ ოქროს ბურთის. მოიცა, ნახე, ხო უგზავნიან, რომ აი ხმა გამომიგზავნე ვის აძლევ. ხო შეიძლება რომ მიაყოლონ ისიც, რომ აი რის მიხედვით არის რამდენიმე კრიტერიუმი არის რამდენიმე და ყველა რამდენიმე კრიტერიუმი შეიძლება ერთმანეთთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში და ყველა რაღაცას ირჩევს მე მაგალითად მე რო ვაძლევდე ჰიპოთეტურად ხმას მე მივცემდი ვინც იყო საუკეთესო სტაბილურად აგვისტოს დასაწყისით როცა იწყება ჩემპიონატი მაისის ბოლომდე როცა არ ჩაუგდია არაფერი ყველგან მართლა არ ჩაუგდია არაფერი აი ჰარი კეინმა მაგალითად ეგ გააკეთა ხო დაიწყო სუპერთასზე გოლი გაიტანა აგერ თასის ფინალში 3 გოლი გაიტანა ბოლოს რა ანუ ვიღაცა შეიძლება აირჩიოს რომ ნიშნულოვან თამაშებში იყოს საუკეთესო და თავარის მოაგებინა ტიტული ახლა ეგრე ვიღაცება მესის რომ ისეს ხო მსოფლიო ჩემპიონატი იყო იმათთვის ის სეზონი და დამთავრდა მე იმის მერე გამორჩა ალბათ ტელევიზორები და აღარც უყურეს ხო და პლუს კიდე არის მუშაობს სახელები ხო მესი და რონალდოს შემთხვევაში ხშირად მუშაობდა ეგ სახელები მუშაობს ქვეყანა საფრანგეთიდან რო ხარ და საქართველოსდან რო ხარ ის უფრო საფეხბურთო ქვეყანად ითვლება და ინგლისი და წინ დგას ხო მეცაც გეტყვი ბაიერნზე წერდნენ ხო ბაიერნზე ყოველ ამბობს რომ მაიკლ ოლისე რო თამაშობს ბარსაში ან რეალში გაცილებით პოპულარული ფეხბურთელი იქნება და ვიდრე ბაიერნში რო თამაშობს იმიტომ რომ ბარსა და რეალი მუშაობს იქ ცალკე კიდე ეგეთი რაღაც მიუხედავად იმისა რომ ბაიერნია და გრანდია და დიდი გუნდია არ მოიგე ხო მასტანტონოს მაგურად ოლისეს რო გაეკეთებინა იგივე რაღაცა რეალში სად იქნებოდა ხო და ანუ ის არა რო ყოფილიყო მე მაინც არ ხო ნახე თუ მე მინდა რომ ხვიჩა კვარაცხელიას მივცე ხმა აუცილებლად წინა პლანზე წამოვწევ პლეი-ოფის იმ ეტაპს, როდესაც ხვიჩამ სასწაულები აკეთა და აი ბენზემას ძალიან მარტივ შესაძლებელია მანდ ბენზემა რა ბენზემა 2022 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ოქროს ბურთი მოიგო იმიტომ რომ ის სეზონი და ის პერიოდი ქონდა განსაკუთრებული და ძალიან მარტივია ეხლა უკვე ახსნა შენი მოსაზრება იმით რომ აი ბენზემამ რაც ქნა თითქმის იგივე ქნა ხვიჩა კვარაცხელია თუ მე მინდა რომ კონკრეტული ციფრები გამოვსახო მაშინ ძალიან მარტივად მოვიშველიებ ჰარი კეინის სტატისტიკას მაგალითად აგვისტოდან დღევანდელ დღემდე ხაზს გაუსვა იმას რომ არაადამიანური სეზონი ქონდა ციფრებში და ჩემ ხმას დავაფიქსირებ ჰარი კეინად. მაშინ თქვენ ისე გამოსახეთ ახლა ეს ყველაფერი რომ ჰარი კეინსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის ვართ ამ მომენტისთვის. მესამეს ვის შეიყვანდი? მე ოლისეს. ოლისეს. ხო, დემბელეს ახლა ფინალში გაიტანა გოლი იქ ლიგა 1-ის. რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ლიგა 1 ისეთი ჩემპიონატია და თუნდაც დემბელე არ ემსახურებდა საუკეთესო ფეხბურთელობას, მიიღო, ხო, ახლა რაც არ უნდა იყოს, წერია იქ უკვე შავით თეთრზე წერია, რომ დემბელე გახდა ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი რა. ძალიან გაუგება რაღაცა. თუ დემბელე იმსახურებდა ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელობას, მაშინ ხვიჩა როგორც მინიმუმ სიმბოლურ გუნდში იმსახურებდა მასში ყოფნას უბრალოდ.
კაცმა არ იცის. მოკლედ თქვენი მოსაზრებებიც ჩვენო გამომწერებო აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში. მართლა მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. შენაზე ვისე იცი რა, ჩემთვის მაგალითად მაგ სამეულში ოლისეზე წინ დავაყენებდი დემბელეს. ჩემ სამეული არის ხვიჩა კვარაცხელია, ჰარი კეინი და ბუსმან დემბელე. საუკეთესო გახდა უფრო დამსახურებულად. კი, მესმის, მაგრამ ნახე დემბელემ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო რა და ეს არის განსაზღვრელი ჩემი გადმოსახედიდან. უბრალოდ ამ მომენტისთვის დღეს რო გადავცემდე ოქროს ბურთს, ქართველობის გათვალისწინებით და მიუხედავად რა ვიცი ყველაფრისა, ცალსახად ხვიჩა კვარაცხელიას დავასახელებდი, იმიტომ რომ რა დონეზე აკეთებ ამ ყველაფერს პლეი-ოფის სტადიონს გულისხმობ. ეგ ძალიან მაღალი ქულით უნდა შეფასდეს. კიდევ ერთხელ პარალელს გავავლევ კარიმ ბენზემასთან და მე მგონი მან დასრულებული და მესის და რონალდოს რეკორდი გაიმეორა რაღაცა იმის. პლეი-ოფში შესრულებული. ოღონდ ახლა თქვენ ახევარში რომ დავჭდებით და სულ სხვა კანდიდატები წამოვა ხო? აი მე ხო ვთქვი, პაუზაზე რომ საერთოდ არ მგონია რომ ძალიან შეიცვალა. ნუ აი საფრანგეთი და ინგლისი რაღაც. ხო, მაგრამ ეს დემბელე და ის დარჩება ოლისე და ის კეინი არის აქტუალური. ხო, ანუ რაღაცა წამოიწევს. აპეზე ჩემი აზრით ის ძალიან მოქმედებს, რომ სოფლიოს საუკეთესო კლუბში ორი სეზონი ვერაფერი ვერ მოიგო. ბაბეს კონტრასტი აქთან იმ გუნდიდან წამოვიდა, რომელსაც ყველაფერი მოიგო. ხო, და აი ყველანაირად განსხვავებული რომ ვერ მოიგოს. თუ ესპანეთმა მოიგო სოფლიო ჩემპიონატი და ერთ-ერთი ფავორიტია. ლამინ იამალი ხო არის მსახურებს ეს მეორე მოიგებს. წინა ოქროს ბურთის იმას შეგახსენებთ რა, ეგ ვთქვით რამდენჯერმე. პირადად ფაბრიციო რომანოს დამსახურება იყო, რომ ლამინ იამალი მანდ გავიდა მეორე ადგილზე, იმიტომ რომ ყველა ისე მივედით იმ დღემდე რომ უნდა გარკვეულიყო დემბელესა და რაფინიას შორის და აი იმდენი ქრა რომანომ, ნუ აი მართლა ყველა საპირფარეშოში შესვლა ლამინ იამალის Facebook-ზე გამოდო და აი ამით ხდება ზუსტად პოპულარული იგა კამბოჯაში. თან იამალს ეს სეზონი გაცილებით უკეთესი ჰქონდა ვიდრე წინა. გაცილებით უკეთესი სეზონი ჰქონდა. თუ მსოფლიოც მოიგო, უეჭველი მოიგებს. აბა სიზამს რა და ეგეთი რაღაცა ეხა კარგია რომანოს თითოეულ პოსტს რო ხედავ ხვიჩაზე, ეგ ძალიან კარგია, პოზიტიურია, იმიტომ რომ უფრო მეტი ადამიანი იცავს, მართლა მის იმას პოსტებს რო ჩახედავ, ისეთი ტიპები აკომენტარებენ, რომ ელემენტარულად ყვარას დაიმასორებენ რა. მე მაქვს იდეა. მოდი ქართველებს ლაიქებში და კომენტარებში ხო დიდი ძალა გვაქვს მსოფლიო მასშტაბით. მოდი შევთანხმდეთ სრულიად ქართველობა, ესეთ რაღაცას. ესეთი ის წამოვიწყოთ. ფაბრიციო რომანოს არც ერთ პოსტს არ ვალაიქებთ, თუ არ არის ყვარაზე. და ვალაიქებთ ჩვენს პოსტებს. არ ვალაიქებთ ჩვენ პოსტებს, მაგრამ თუ ყვარაზე წერს რაღაცას, ძალიან არადარდდეს ახლა ფაბრიციო რომანოს. ბიჭო, ხომ არა ახლა რაღაცას ამოუგდებს რა იქ სტატისტიკაში. წარმოიდგინე ყვარაზე როწოს და ფეიქ აკაუნტები გავაკეთოთ ძმო. წარმოიდგინე 7 მილიონით, მეტი 7 მილიონით ნაკლები რა, დიდი ამბავია. ეხა ბოტად მუშაობა. ნელა წავედით დასასრულისკენ. ეს რა დასასრულისკენ ხუჩაზე. ხუჩაზე არ საუბრო. ხუჩას თამაშზე. ხუჩას თამაშზე. ბოტები შევკერი ხუჩაზე და ხუჩაზე არ გვიზაურია. გისმენთ. აღა ვთქვა, ნუ და თუ ის ტიპი არის ფენომენალური. არსენალის დამცვაში იყო რაღაცა ის. არა, ეგ რთული თამაში ჰქონდა, ანუ იმიტომ რომ თვითონ PSG-ს ჰქონდა შეტევაში რთული თამაში და ეგ სხვა ის იყო მაქსიმალობა. ჩვენ მაგაზე ხო ვისაუბრეთ თამაშამდეც რომ ანუ ასეთ დაცვას არ დატაკებია პარი სენ-ჟერმენი სტილისტურადაც ანუ არსენალი ზონურად იცავს და დანარჩენი ყველა პერსონალურია. პერსონალურად როცა გეთამაშებიან, ნუ ერთ-ერთზე შეიძლება შენი უპირატესობა გამოიყენა და ზონურად როცა გეთამაშებიან, ეთამაშები 2 და 3 კაცს. რომელიც უნდა მოატყუო და ნუ აქაც ერთი რო ეს პენალტი გააკეთა და მეორე საგოლე მომენტი ჰქონდა, ხო, როცა წელს გარღვევის დროს. სტელიმ რო დაუხურა. მაგაზე როგორც თქვა რომ აი ცოტა მაგდა და კუნთი ისე გამეჭმებოდა რომ ვერ გავაგზელებდიო თამაშს. ხუჩა, ხო? ხო. აი ხუჩას პირველ რიგში რა ფეხბურთელიც არის. ყველაფერი მომდინარეობს მისი ხასიათისგან. ეგეთი რადიკალურად ორი სხვადასხვა ადამიანი მე მასთანაც შეხება მქონია არ მინახავს, იმიტომ რომ ძალიან ასე ვთქვათ, არის chill guy, რომელსაც არანაირი წნეხი არ აქვს. არანაირ სიტუაციაში, როცა ბურთს ეხება საქმე. არის ძალიან კარგი ხასიათის, ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც ძალიან უშუალოა და ყველაფერს გიზიარებს ძალიან მარტივად. მაგრამ იმ როცა მოედანზე შედის, აი locked in mode რაც არის, ზუსტად იმდენად კონცენტრირებულია იმ თავის ვარჯიშზე, თამაშზე და იმ თავის შესაძლებლობებზე, თუ როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ პლუს ამას არანაირი წნეხი არ აქვს. ყველაფერს უყურებს ძალიან მარტივად და ეგ ძალიან ეხმარება რა. აი ბაიერნთან გავიდა
ძალიან რთულ თამაში და მძიმე მატჩი. ვიკითხე რომ აი როგორ თამაში იყო, აი კარგი თამაში გამოვიდა და არა, რა ის ნეხი და იქ ძალიან ბევრს მოხდენებს, იმიტომ რომ რაღაც არის სტრესება, რაღაცა კონკრეტულ მომენტზე არაა ჩაციკლური და ეგეთი გარემოება მასზე გავლენას ვერ ახდენს, რაც არის უდიდესი ფეხბურთელის მახასიათებელი, რაც ჩვენ აქამდე გვინახავს ის დიდი ფეხბურთელები, რომლებიც ძალიან მარტივად უმკლავდებოდნენ იმ ყველაფერს და გადამწყვეტ მომენტში იყვნენ გადამწყვეტი ფეხბურთელები, აი კლაჩ ფეხბურთელი რაც არის, რომ აი PSG მან ამ სეზონში ძალიან ბევრჯერ დააბრუნა თამაში და ყველა ძალიან ბევრი გარდატეხა შეიტანა, იმიტომ რომ აი ჩელსისთანაც ის 2-2 იყო და თანაბარი თამაში სრულიად თანაბარი თამაში იყო. ლივერპულთანაც აი ის ჟოაო ნევესის შემდეგ სიმცას რო პოულობს და თვალისთვის მარტივი, მაგრამ ტექნიკურად ძალიან რთული გოლი გააქვს. ბაიერნთან პირველ თამაში პარიზში აბსოლუტური დომინაცია და მან 2 და 3 მინუტთან უფრო ახლოს ვიყავით ვიდრე 1-1-თან და წამოიღო და გააკეთა ბევრჯერ უყურე მაგ მომენტს და ამბობენ რომ ნოიერ შეეძლო მაგულის აღება, მაგრამ მაგულის აღების შანსი არ არსებობს. და მოკლედ თავისი შრომის მოყარეობით იმ რაღაც dedicated მიზანი რაც აქვს რომ მიაღწიოს აი ეს ვიდეო ახაც ვთქვათ რომ გეოთიმთან რაც აქვს რომ ევროპის ჩემპიონატზე ფინალ უეჭველი გავალო და ლიგის ორჯერ მოგება უფრო რთულიაო 25 წლის ასაკში უკვე ერთის გააკეთა და მეორეც ქართულ ხასიათსაც ხო უსვამს ეგ სადღაც ხას რა აი ქართველი ფეხბურთელის ხასიათს ნახდა დავიწყო. ქართული ხასიათის ქართულ ფეხბურთელის არა, მაგრამ ქართულ ხასიათს რაც, მოდი ესე ვიტყვი, ქართულ ფეხბურთში ძალიან გვჭირდებოდა და ძალიან ბევრი სხვა სპორტის წარმომადგენელზე გვითქვამს, რომ აი ეს ქართული ხასიათის გამოვლინებაა, ხო? რა სპორტებში წარმატებულები ვართ. ეხლა უკვე ფეხბურთში რო ითარგმნება, ეგ ყველაზე მეტად გვიხარია, იმიტომ რომ არა ვის არ ჭირდება წარმატება ისე როგორც ქართულ ფეხბურთს ჭირდება, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მაგარი სპორტი მსოფლიოში და მადლობა უნდა უთხრათ ხუჩა კვარაცხელიას იმისთვის, რომ არა მხოლოდ თელ მსოფლიოს გააცნო კიდევ უფრო მეტად საქართველოს სახელი და ქართული დროშით შემოხვეული რომ დადის უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალების მოგების შემდეგ, რავი, სიამაყის გრძნობა მართლა შეიძლება ამოხეთქოს სადღაც და პლუს ამას ის რომ ახალი თაობების ის არის რა ქვია მაგალითი ახალი თაობებისთვის და ამაზე იდეალური მაგალითი ვერ გეყოლება. აი ოკროსბურთს მაგიტო აქვს დიდი მნიშვნელობა ლევანდოვსკის, როდესაც არ მიცეს მაშინ ქონდა რომ მიდიოდა ხო მის სემენტო რაღაცში ერთ-ერთი ინტერვიუ ქონდა სადაც ამბობდა რომ პოლონეთისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებაო და პოლონელი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის რომ ის მოიგებდა თუ მესი ხო ახლა არგენტინაში ფეხბურთელები რავი ისედაც იქნებიან რა სულ პოლონეთში ეგეთი დონის ფეხბურთელი იქნება არ იქნება ნუ ისეთია და ძალიან ცდილობდა თვითონ ამ კუთხითაც წარმოიჩინა თავი და ნუ ეკუთვნოდა კიდეც მაშინ და რა თქმა უნდა ხუჩა კვარაცხელიაზე იმის თქმა მინდოდა კიდე რომ ნახე იგივე მნიშვნელობა ექნება საქართველოს ხო აი მაგეთკენ მიყავს რა ანუ ნაპოლიში გადასვლიდან რაღაცა ხუჩამ გადაშალა წიგნი რომელზეც ყველაზე კარგი ისაა რომ ახალ გვერდებს მატებს ანუ ეს რაღაცა წარმატება არ გასტაბილურდა იმაზე რომ მაგალითად გახდა იტალიის ჩემპიონი და აგრძელებს თქვა ნაპოლიში კარგად თამაშს ხო თითოეული დღე ხუჩა კვარაცხელიას კარიერაში არის ახალი მაგალითი ახალი თაობებისთვის და ალბათ წლების შემდეგ ამ ყველაფრის მოსავალს კიდევ უფრო მაგრად ავიღებთ როცა ვნახავთ რომ პატარა ბავშვები რომლებიც ფეხბურთისადმი ნაკლები ინტერესი ჰქონდათ ეხა უკვე გაგიჟებულები იქნებიან და დარწმუნებულია რომ ამ ყველაფერმა შეცვალა მშობლების დამოკიდებულებაც ფეხბურთისადმი მე მახსოვს მაგალითად მე რო პატარა ვიყავი და ფეხბურთზე ეგრევე გიждდებოდი ფეხბურთზე მაინც არ შევყავდით იმიტომ რომ წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ამის არ არსებობდა მაშინ და 3 წლის წინ არ არსებობდა 4 წლის წინ რაღაცა მოედანზე პომიდურის დარგვიდან ოქროსბურთამდე რაღაცა ოქროსბურთამდე რაღაც 5 წელიწადში შეიცვალა ეს პარადიგმა და მეორე ის უნდა ვთქვათ რომ მიდგომა რატო არის ეს მიდგომა რაც აქვს ხუჩას ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ამას მოყვება ის იღბალიც რა როცა სწორად აკეთებ რაღაცებს მე თან გდევს იღბალიც და რაღაცა გარემოს გეხმარება იმისთვის რომ დიდ მიზნებს მიაღწიო და ხუჩა კვარაცხელიას ნამდვილად აღიღბალი მის კარიერიდან გამომდინარე ყველაფერი რაც მას სწორად გააკეთა ასე ვთქვათ ფეხბურთმას დაუფასა და მისი კარიერა შესაბამისი გამოვიდა ასე რომ ეს ორი თანხმედრაც უმნიშვნელოვანესია ფეხბურთში ვინახავს ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი და ძალიან დიდი სკილებით შესაძლებლობებით რომელიც ვერ გამხდარა ეგეთი წარმატებული აი ძალიან მარტივი მაგალითი რო ავიღოთ აი ყველასთვის რაღაცა ნომერ პირველ ფორვარდს
რონალდო ნაზარიოს არ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ეგ ალბათ იმის ბრაზილიური ხასიათის ჩემპიონი ერთხელ გამختار. ჩემპიონიც კი ერთხელ არ გამختار ქვეყნის. ხო, ერთხელ არის ანუ აი ეგეთი რაღაცა ანუ ეგა რომ დიდმა ფეხბურთელებმა აი ეს რომ ის მოყვარეობა ეს დამოკიდებულება რაღაც მომენტში როცა დააკლეს მათი კარიერა უკვე სხვა გზით წავიდა და ეჭვი არ მეპარება რომ ეს ხუჩა შემთხვევაში არასდროს არ შეიძლება და ის პატარა ბავშვი იქნება ბურთთან როგორც თვითონ ამბობს და როგორც სულს კი ამბობდა რომ პატარა ბურთს რომ იცნობ პატარა ბავშვიო და ისე უხარიაო თამაშობდა და ეს კარიერის ბოლომდე დააწმეული ვარ ეგრე იქნება რომ ეგეთი სიყვარულით ითამაშოს ფეხბურთს მეოთხე ჩემპიონთა ლიგა ქართველებისთვის ყველაზე გაუთანაბრდა ორი სამტრედია ორი წალენჯი ორი სამეგრელო ორი იმერეთი მეგრელება გაუთანაბრეთ ხო მართალი ხარ ბექარ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დასაწყისია შოთი არველაძესთან ნახავდით სეტანტას ვიდეოს YouTube-ზე Facebook-ზე დარწმუნებული ვარ რომ მესამე ერთი რო დაკვირდა მესამე ჩემპიონთა ლიგას და თავარიო სოფლიო ჩემპიონატზე რომ ის ქართული დროშა ლამაზი ხუჭრიანი დროშა რომ იქაც აფრიალოს და ეჭვი არ მეპარება რომ ხუჩა და მარტო ხუჩა ამას ბუნებრივი ვერ იზამს ამას ჭირდება ქართული ფეხბურთის კიდევ უფრო წინსვლა და მე დარწმუნებული ვარ რომ მაგასაც მოვესწრებით რა ის ვიდეო რომელიც GeoTeams-ზე ქონდა რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან აუცილებლად გავარო და ეს საკლუბო წარმატება ერჩია ეგეთი სიტყვის კაცია და მე ეჭვი არ მეპარება რომ სოფლიო ჩემპიონატსაც მოკლედ ვითამაშებთ ხუჩა კვარაცხელიას უკვე კაპიტნის სამკლაურით იმიტომ რომ ზეგ უკვე გურამ კაშიას მშვიდობებით ნაკრებიდან და ხუჩა კვარაცხელია გახდება ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი სანამ იმას ვიზავთ რა ქვია დავამთავროთ ერთ კი ან არა შეკითხვას დავისვათ ეგეც მითხარით და ვსიო ვიცი რას არის თუ არა ყველა დროის საუკეთესო ქართული ფეხბურთელი? ხუჩა კვარაცხელია პრაიმი უნახეთ თუ ჯერ არა? წინ გვაქვს. აი იწખებს მაგას ხუჩას ესე პრაიმი უნდა კონდეს მომდენო 3-4 წლის განმავლობაში. კი, რა თქმა უნდა, 30 წლამდე. მაგრამ მე ყველაზე მეტად რა მაინტერესებს, იცი? ხუჩა თუ თამაშის სტილ შეიცვლის. ცენტრალურობისკენ შუაში თუ მე მგონი რომ მაგით გაიხანგრძლევს კარიერას ხო? გაიხანძლევს კარიერას და შედეგიანობაზე აისახება რეზი ძალიან სერიოზულად. იმიტომ რომ რაც უნდა იყოს ვინგერის რეზულტატი განსხვავდება საქართველოს ისტორიის საუკეთესო. კარგი, რაღა დაგჭირდა სათქმელი. მადლობები და წავედი მე სამწუხაროდ. მოკლედ, მადლობებს დავიწყებთ უპირველეს ყოვლისა იმ გამომწერებს ვეთქვით, ვინც ეს ვიდეო დაალაიქა, ვისაც არ გაქვთ დალაიქებული, ძალიან გთხოვთ რომ დააჭიროთ იმ დილაქს, გამოგვიწერეთ, გამოვყევით სხვა სოციალურ ქსელებში. მადლობა უნდა უთხრათ ლუის და სახელოსნო ბარს, რომელიც გვითმობს ამ სივრცეს იმისთვის, რომ ჩავწეროთ ჩვენი გადაცემები. მისი ლოკაცია აღწერაშია და შეგიძლიათ რომ ესტუმროთ. კარგი ამბები ხდება მოკლედ სახელოსნოში, ვისაც გიყვართ მსგავსი გართობები. ბიჭო, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე მგონი რაც გქონდა ჩემპიონთა ლიგაზე, ესე დავიცალეთ გემრიელად. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, მეგობრებო, ეხლა ცოტა ხნით პოდკასტების ჭრილში უნდა დაგემშვიდობოთ. თუმცა შეიძლება ნაკრების მატჩების შემდეგ ერთი გადაცემა ჩავწეროთ. იმიტომ რომ 2 და 5 ნაკრები თამაშობს. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ვაპირებთ რომ ესე პირველი ტურის დასრულების შემდეგ ერთი პოდკასტი დავდოთ, მეორე ტურის დასრულების შემდეგ მეორე დავდოთ და ესე შემდეგ მე-11-ფინალი, მე-8-ფინალი და ასე შემდეგ. ეს არის გეგმა. თუ რაღაც არ მოგანატრებთ თავს. არ მოგანატრებთ ნამდვილად. მერე სოფლიო ჩემპიონატი. პოლოსკენ მერე უკვე ქართული კლუბების საკვალიფიკაციოებს თამაშობენ და მან ლოგებს მოგაყრით და შვებულება როდის? შვებულება ალბათ ძალიან რამდენიმე დღით. ვიღაცა აიღებს შვებულებას, ვიღაცა დარჩება. მადლობა მოკლედ კიდევ ერთხელ. გაჩნიათ თუ შორს გავედით ევროტურნირებზე. შორს თუ გავედით რა ჯერდაბა შეიძლება შვებულება იმ ქვეყანაში გაატაროს, სადაც ქართული კლუბი ითამაშებს გასული თამაშს მოიგებს. მაგ საკითხებზეც მუშაობთ და იმედია რომ გამოგვიო. მოკლედ კიდევ ერთხელ ულოცავ საქართველოს ხუჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას, ულოცავ თავად ხუჩას და ბევრი ესეთი სასიხარულოდ გექონოდეს საქართველოს ქართულ ფეხბურთს და ქართულ სპორტს. ხომ ეთანხმებით? კი, გაც. მაშინ დროებით. კარგად იყავით.